ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხიც გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ. სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ ეს ინფორმაცია მათ აქვთ და არ აქვთ და არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ გამოეთხოვათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ შეაფასეს საჭიროება არ იყო ამის. ასე შეაფასეს, რომ არ იყო ამის საჭიროება, რაც რა თქმა უნდა ძალიან ბუნდოვანია, მაშინ როდესაც თვითონ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქციის დარბევების პერიოდში თავადვე საუბრობდნენ, რომ ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ სწორად დაგეგმილიყო შემდგომი მკურნალობის პროცედურები. სამწუხაროდ ის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენა ქართულმა ოცნებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ნოემბერ-დეკემბერში აქციების დარბევის დროს არ შეესაბამებოდა არავითარ სტანდარტებს. ქიმიური საშუალების ამ ფორმით გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო იმ პროტოკოლებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში და ცალკეულ შემთხვევაში ეს უთანაბრდებოდა არასათანადო მოპყრობას. ჩვენ მივუთითებთ იმას, რომ საერთაშორისო სამართლით და იმ სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც არსებობს საერთაშორისო სამართალში აქციების მართვის ოპერაციებთან დაკავშირებით, ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება არის აკრძალული, მათ შორის რა თქმა უნდა წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერებების შერევა და ამასთან მივუთითებთ იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ პრობლემურია, რომ საზოგადოებამ არ იცის და ჯანდაცვის მუშაკებმა არ იციან, რა ქიმიური საშუალებები იქნა გამოყენებული, რომ შემდგომში მკურნალობის პროცესი ეფექტიანად წარიმართოს. ამასთანავე პრობლემურია ის, რომ აქციების დაშლის დროს ხდებოდა ერთგვარად რიგ შემთხვევაში ალყის შემორტყმა დემონსტრანტების მიმართ, რა დროსაც ხდებოდა ინტენსიურად ცხელმცვედენი გაზის და სხვადასხვა ამ უცნობი ქიმიური საშუალებების გამოყენება, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს ხდიდა იმ ეფექტს, რომელიც ამ საშუალებებს ადამიანებზე აქვს.